მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება 90 დღით შეჩერებისა ძალიან საინტერესოა არგუმენტაცია, რატო შეაჩერა 90 დღით დაფინანსება, იმიტომ რომ იქ წერია, რომ ეს ხშირ შემთხვევაში გამოსაძიებელია ეს დაფინანსება რამდენად შეესაბამებოდა გაცხადებულ მიზნებს და ასევე ქმნიდა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არახელსაყრელ გარემოს მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში და ხო არ უძაბავდა პირიქით პარტნიორული ურთიერთობის განვითარების მაგივრად ხო არ უძაბავდა ეს ურთიერთობებს აი მესამე ქვეყნებთან. ამიტომ მე ველი რომ მოხდება რეალურად კრისტალიზაცია აი ამ სეგმენტისა და მე მართლა მჯერა რომ მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში არსებობდეს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საზოგადოების კონკრეტული სეგმენტების ნება, სურვილს და მათ შორის პროტესტს და მათ შორის უკმაყოფილებას გამოხატავს მთავრობის მიმართ, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ასევე დამატებითი ბერკეტია იმისა, რომ მთავრობამ მოусმინოს ხალხს და გაიგოს რა არის ხალხის წუხილი. სამწუხაროდ საქართველოში ჩვენ ასეთი სამოქალაქო საზოგადოება არ გვყავს. და ჩვენი არასამთავრობო სექტორი რეალურად არის, ასე ვთქვათ, ჩამოკიდებული აი ამ რაღაც ეფემერულ საგარეო პოლიტიკურ თითქოს დაპირისპირებაზე, რომ ჩვენ რაღაცა რუსეთში მივდივართ, ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ და მსგავს სისულელეებზე, რომელსაც არანაირი, ასე ვთქვათ, ფუნდამენტი და საძირკველი არ აქვს. მაგრამ არც ერთი გაიხსენეთ, ხომ რომელი NGO ლაპარაკობს მაგალითად განათლების პრობლემებზე. ან რომელი NGO ლაპარაკობს გარემოს დაცვის საკითხებზე, ან რომელი NGO გვთავაზობს რაღაცა ესე ვთქვათ რეცეპტს, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენ ინფრასტრუქტურა, ან სოფლის მეურნეობა, ან დასაქმების პოლიტიკა. ბოლო დროს რაც კი საკითხი იყო, ყველა საკითხში წინ იყო წამოწეული პირველ, ასე ვთქვათ, პლანზე იყო წამოწეული პოლიტიკური მდგენელი.